დიდი ხანია ვარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც იყო, ეკონომიკური ძალადობის ფაქტებიც იყო. პირდაპირ ეუბნება ბავშვს, რომ დედამის მოკლავს. ბავშვის ბებია სახლიდან მაგდებდა. რამდენჯერმე სახლში ხელით შემომათრია, მე ჯაჭვურა ნაკაწრებით კი მქონდა ხელზე, ჩემი შინდა ჩემი დედამთილის წამოვედი სახლიდან. ეს ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა. მემუქრებოდნენ მუდმივად ბავშვების წართმევით. საქართველო ქვეყანა, საიდანაც ძალადობის მსხვერპლი ქალების ხმა მუდმივად ისმის. ათასობით ქალი ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ოჯახში სიტუაცია იყო ძალიან არაჯანსაღი. ჩემს ყოფილ მეუღლეს აიძულებდა თავისი მშობლები, რომ მის აზრზე ეცხოვრათ და შესაბამისად ჩემი ყოფილი მეუღლე მე მაიძულებდა მათ აზრზე ცხოვრებას. ქალი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მან ყოფილ მეუღლეს მას შემდეგ უჩივლა, რაც ყოფილმა ქმარმა სახლში ჩუმად სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა. სავარაუდო მოძალადე ქმრის სახლიდან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე წელია დავა იმაზე გრძელდება, თუ რომელ მშობელთან იცხოვრებენ ბავშვები. დედა თვლის, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან ყოფილი მეუღლე გავლენიანი ოჯახიდანაა. ჩემს ყოფილ მამამთილს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. მემუქრებოდნენ, თუ მე ბავშვებს წავიყვანდი მათი ოჯახიდან, ისინი ნაცნობებს გამოიყენებდნენ და შეძლებდნენ ჩემთვის ბავშვების წართმევას. მსხვერპლი ამბობს, რომ გაჭიანურებული სასამართლო პროცესების გამო ის და მისი შვილები მუდმივ სტრესში ცხოვრობენ. ყველაზე მეტად ის მაწუხებს ამ ეტაპზე, რომ ბავშვები კვირაში 3 დღეს ატარებენ მამასთან და ბავშვები ისევ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები არიან. საერთოდ არ მაქვს ეს განცდა, რომ სახელმწიფო მეხმარება ძალიან დაუცველად გრძნობ თავს. სად არის ამ დროს სახელმწიფო და რატომ არ დგას მსხვერპლი ქალების გვერდით? ქალთა უფლებების დამცველი ელისო რუხაძე ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სახელმწიფო ვერ იცავს ქალებს, პროკურატურა დაზარალებულ ქალებს არ ცნობენ დაზარალებულად, მაშინ როდესაც არის საქმეში იმაზე მეტი მტკიცებულებები, რამდენიც საჭიროა ძალადობის საქმეების დასადასტურებლად, მაგრამ ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ეს შეიძლება იყოს მოძალადის მიმართ ფარველობა, ეს შეიძლება იყოს, რომ მოძალადი არის მაღალი თანამდებობის პირი, არის ყოფილი ჩინოვნიკი, არის გავლენიანი, აქვს ფული, ან და აქ შეიძლება იყოს ძალიან მარტივად სახელმწიფოს უმოქმედობა ან გულგრილობა. სწორედ ეს ჩამოთვლილი მიზეზები განაპირობებს იმას, რომ დღეს ქალები ვერ აღწევენ სამართალს. სწორედ ამ მოცემულობაში ქალების რწმენა, რომ სახელმწიფო ეხმარება, სწორედ აქ უფერულდება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობის ყოველწლიური სტატისტიკა შემაზრწუნებელია, რეალური მასშტაბები შესაძლოა ბევრად მძიმე იყოს, რადგან ბევრი ქალი ამ დრომდე შიშის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის, არასტაბილურობის თუ სხვა ფაქტორის გამო იძულებით სიჩუმეს ირჩევს. ბავშვის მასთან გაშვება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქვს ჰალუცინაციები, ერთხელ დედამისი დააგორაკიბეებზე, ასევე ჩემთან აქვს ნათქვამი, რომ რაღაც ხმები ეუბნებოდნენ, რომ ბებიასთვის ყური მოეჭრა. შაბათის ფორმულას კიდევ ერთი რესპონდენტი უყვება, რომ ყოფილი მეუღლისგან წასვლის შემდეგ ბრძოლა არა მხოლოდ ყოფილ პარტნიორთან, არამედ სახელმწიფო უწყებებთანაც უწევს. მსხვერპლი ამბობს, რომ მამის ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის გამო, განსაკუთრებით მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია არასრულწლოვანი შვილიც. დედა სასამართლოში შვილის სრული მეურვეობისთვის იბრძვის და ითხოვს, რომ ბავშვისა და მამის შეხვედრები მეთვალყურეობით განხორციელდეს. ბავშვს აქტიურად ელაპარაკება დედის სიკვდილზე, უგზავნის your mom და ყუბოების სმაილს, ან დედასთან დაკავშირებით ყუბოების სმაილებს უგზავნის. გასაცნობ აპლიკაციაში ასქროლინებს სხვადასხვა ქალებს, აჭარაბეთზე ათამაშებს ბავშვს აზარტულ თამაშებს. ის მომენტი, რომ ასეთ მამას ჰქონდეს იმისი უფლება, რომ ბავშვი მასთან იყოს, მით უმეტეს მეთვალყურის გარეშე, კვირაში 4 დღე 3-3 საათით, ეს არის წარმოუდგენლად ზიანის მიმცემი ბავშვისთვის. რესპონდენტის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი 2019 წელს გაფორმებული დოკუმენტით მოქმედებენ, რომელზეც მსხვერპლს იძულებით მოაწერინეს ხელი და რომლის თანახმად არასრულწლოვანს დროის დიდი ნაწილის მამასთან გატარება განესაზღვრა.
ზრუნვის სააგენტოს ჰქონდა წვდომა უამრავ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც ცხადად იკვეთება, რომ ბავშვისთვის მისაღები გარემო მამასთან არ არის. ზრუნვის სააგენტო არ აქცევს ამ მტკიცებულებებს ყურადღებას. ფაქტობრივად ახორციელებს რეპრესიებს ჩემს წინააღმდეგ. ისინი ძალიან მიკერძოებული პოზიციიდან არიან ჩართულები. რატომ არ ითვალისწინებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მსხვერპლი დედის მოთხოვნას? შაბათის ფორმულამ აღნიშნული კითხვით სააგენტოს მიმართა. ველოდებით ნინეჩი ქოვანს და რო შეატყობინეთ რა გითხრათ, ჩამოვა თუ არ ჩამოვა? დღის ბოლოს კი სააგენტოსგან ასეთი პასუხი მივიღეთ. ვინაიდან საკითხი ეხება არასრულწლოვანსა და ერთ-ერთ მშობელს შორის ურთიერთობის წესს, აღნიშნული წარმოადგენს კანონით დაცულ კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელოს პერსონალური ინფორმაცია, შეფასება ან განმარტება. ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი იმ მძიმე შედეგებზე საუბრობს, რაც ოჯახში ძალადობისას შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს. მაგალითად, ბავშვი ჩაიკეტება, დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდება, ექნება მუდმივი წუხილი საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე. ქცევის თვალსაზრისით შეიძლება ის გახდეს კონფლიქტური, გადავიდეს თავის დაცვის რეჟიმში. აი ეს საკმაოდ უწყინარ სიტუაციაშიც კი აგრესია გამოავლინოს. ასევე პიროვნულ მახასიათებლებში ის შეიძლება იყოს ძალიან მოწყვლადი მსგავს სიტუაციებთან და შეიძლება პირიქით მოძალადის ფსიქოტიპი ჩამოყალიბდეს. არ გამოურიცხოთ ახლა ცუდი მოსასმენია ეკრანიდან, მაგრამ სუიციდამდე მის იმიტომ რომ თავისი პატარა ძალებით ვერ ახერხებს იმ ოჯახური მდგომარეობის სტაბილიზაციას და რატომ? მას უნდა დედაც და მამაც. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ამ ყველაფრის უკიდურესი შედეგი კი ფემიციდია. კვლევებმა აჩვენა, რომ ფემიციდის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალის ყოფილ ან მოქმედ პარტნიორს უკავშირდება.